ჩემს კონკრეტულ აი ამ ვიდეო ბლოგს უნდა დავარქვა, ასე ჰქვია, სიგრძე განება, კარგად გესმით სიტყვის მნიშვნელობა, სიგრძე და სიგანე, კარგად გაგება, გაცნობიერება, სიგრძე განება ალბათ საუკეთესო სიტყვა ამ შემთხვევაში იმ პროცესებისა, იმ ამბებისა, მოვლენებისა, იმ ისტორიული ამბებ პროცესებ მოვლენებისა, რომლებიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს და რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. გასული საუკუნის 90-იან წლებში, 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა ისტორიული ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი. სულ გასულ საუკუნეში მოხდა 3 ერთმანეთზე მნიშვნელოვანი და 2 კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ამ 3-დან 2 ერთმანეთზე მნიშვნელოვანი ამბავი 90-იან წლებში დაინგრა ბერლინის კედელი და მერე ჩამოინგრა საბჭოთა კავშირი. დაიშალა სტალინის მიერ, ლენინისა და სტალინის მიერ შექმნილი ნალოლიავები, შეკოწიწებული ხელოვნური კავშირი 15 რესპუბლიკისა, რომელთაგან 3 ბალტიის 3 სახელმწიფო შედარებით გვიან შეუერთდა საბჭოთა კავშირს როგორც ერთიან ქვეყანას. საბჭოთა ხალხი, როგორც ასეთი, რომელიც არც არსებობდა, მანამდე გაქრა 90-იანი წლების დასაწყისში. მანამდელი უმნიშვნელოვანესი ამბავი, ვინც ის იქნება საბჭოთა კავშირის კოლაფსზე უფრო მნიშვნელოვანიც კი, იყო რასაკვირველია მეორე მსოფლიო ომი, დაწყებული 1939 წელს და დასრულებული 45 წელს. მისი ნაწილი იყო ეგრეთ წოდებული დიდი სამამულო ომი, ჩვენ 41-დან 45 წლამდე მიმდინარე ომს მივიჩნევთ. ომად ასე ვუწოდებთ, მაგრამ რეალურად ევროპაში ძვინვარებდა ფაშიზმი სწორედ 39 წლიდან და ის რომ საბჭოთა კავშირი შეუერთდა შედარებით გვიან, სულაც არ ნიშნავს რომ იმ 2 წლის განმავლობაში 39-დან ვიდრე 41-მდე არ ხდებოდა საშინელებები და კატასტროფები ევროპის კონტინენტზე. ეგრე ამერიკელები შედარებით გვიან შეუერთდნენ, ხო, მაგრამ ისინი მეორე მსოფლიო ომის მონაწილენი არიან. გავიხსენებთ ახლა ამერიკელთა შეერთების მიზეზ საბაბებს. პირველი და ასევე მნიშვნელოვანი, თუმცა ამ ორთან შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვანი, მეთქი როგორ გავბედო ახლა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა ასე, ამბავი იყო პირველი მსოფლიო ომი მე-20 საუკუნის 10-იან წლებში. 21 საუკუნემდე მოვიდა კაცობრიობა, როგორღაც მოვიდა ისე, როგორც მოვიდა, დანგრეული საბჭოთა კავშირი, იყო მთავარი მიღწევა, მაინც ასე უნდა ვთქვა, მე-20 საუკუნის კაცობრიობისა. მაგრამ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან, 91-დან, საბჭოთა კგბ-მ დაიწყო ფიქრი, მუშაობა, ქმედება, რომ როგორღაც აეღო რევანში უკლებლივ ყველაზე დასავლეთზე, რასაკვირველია პირველ ყოვლისა, და თავისუფლების მოყვარე ყველა ხალხზე, ქართველებზეც და ყაზახებზეც, ლატვიელებზეც და უშუალოდ რუსეთის ფედერაციაში მყოფ ერთ ხალხს დავასახელებ, ჩეჩნებზეც. აეღო რევანში ყველაზე, ვინც გაბედა და საბჭოთა კავშირს გამოეყო ხონჩით, ვისაც მიართვეს დამოუკიდებლობა მათზე ნაკლებად, ხოლო ვინც მოიპოვა დამოუკიდებლობა მათზე კი მეტად. ეს კგბ დღეს უკვე სახელდებული ფსბ-თ არ ჩამოქცეულა, სტრუქტურა როგორც ასეთი არ დანგრეულა. დასავლეთი, რომელიც წინააღმდეგი იყო საბჭოთა კავშირის დანგრევისა და პერესტროიკა გლასნას გარდაქმნას ამჯობინებდა ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე, აღარ გავიხსენებ ახლა ცალკეული დასავლელი ლიდერების განცხადებებს, დასავლეთი არ წავიდა ჩაკოლაზე, ბოლომდე აღმოფხრაზე. მეცაც გეტყვით, დასავლეთი არათუ ამაზე არ წავიდა, არამედ უკვე შემდგომ პერიოდში, აი კლინტონის პერიოდიდან მეთქი ასე ვიტყვი, სულ მუდმივად იმედოვნებდა, რომ რუსეთიც გადემოკრატიულდებოდა, რუსეთიც გარდაიქმნებოდა და ერთი ხანობა ვაღიაროთ მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული კი არა, ხშირად იმპერიული ზრახვები, ქმედებები ჰქონდა, ახასიათებდა რუსეთს ბრჭყალებში დემოკრატიულ სახელმწიფოს,
დასავლეთთან ის მაინც მოვასვასე, მოკურკურე სახელმწიფო. იყო ელცინის პერიოდში მეთქი, თუმცა ელცინიც არანაკლებ სისასტიკეებს სჩადიოდა თავისუფლების მოყვარე ხალხების წინააღმდეგ. სხვა თუ არაფერი ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ 1997 წელი, 98 წელი ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესები და ის პერიოდი 90-იანი წლების ბოლოს 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა ჯერ პრემიერ-მინისტრი გახდა პუტინი და ჩაკლეს ეს წინააღმდეგობის მოძრაობა და გაჟუჟეს მთელი ჩეჩენი ხალხი. საქართველოში რაც დაატრიალა ელცინის პერიოდში რუსეთმა, ანუ ელცინმა, ეს კიდე ცალკე ამბავია. მაგრამ ეს KGB და FSB, ცდილობდა ამ რევანშის აღებას. აგენტურას ნერგავდა, არასრულებდა ამ ყველაფერს. ამ აგენტურას ნერგავდა, გაგიკვირდებათ და ახლა ასე უნდა ვთქვა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არათუ შევარდნაძის კვლავ ვიმეორებ, არამედ საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგაც კი. მე შემიძლია გავიხსენო სახელობითად გავიხსენო უმაღლეს პოლიტიკურ და სამართალდაცვით სტრუქტურებში დასაქმებულად წოდებული პირები პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფებიც მათ შორის, რომლებიც სულ მინიმუმ ემსახურებოდნენ გაუცნობიერებლად და ჩემი მოსაზრებით აბსოლუტურად გაცნობიერებლად და შეგნებულად ემსახურებოდნენ რუსეთს დამოუკიდებელ საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდშიც კი. და აღაშორს წავიდეთ, ერთს დავასახელებ, ბევრს ჯერ რო ვახსენებ ხოლმე ამ პირს, გოგა ხაინდრავა. რა იყო აბა, ვინ იყო აბა, თუ არა იმთავითვე აგენტი, იმთავითვე შეკრული რუსულ სპეცსამსახურებთან. სხვებზეც შემიძლია ვთქვა, აი ვალერი ხაბურძანია ხავდა ერთი ხანობა მიხეილ სააკაშვილს პროკურატურაში. უშიშროების ყოფილი მინისტრი. წარმოგიდგენიათ? ცოტა ხანი. რუსეთის მოთხოვნა იყო სხვათა შორის. დაუკმაყოფილა, მაგრამ მიშა სააკაშვილის ხელისუფლების ერთი პლუსი ის იყო, რომ კრიტიკული რაოდენობა, თუ სწორი სიტყვაა და გადაწყვეტილების მიმღებთა შორის, აი ეს რუსები, ქართულგვარიანი რუსები, ან არ იყვნენ საერთოდ, ან თუ იყვნენ, ცოტანი იყვნენ. აქედან გამომდინარე კი, ისინი ვნებდნენ ქართულ სახელმწიფოს, უბიძგებდნენ ქართულ სახელმწიფოს არასწორი გადაწყვეტილებებისაკენ. ხშირად კი არა, იშვიათად შესაძლოა გამოზდიოდათ კიდეც ეს ყველაფერი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მიუხედავად უამრავი შეცნობისა და შვებული შეცნობებისა მიხეილ სააკაშვილის პირობებში და პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების, ახლა ასე უნდა ვთქვა, სულისკვეთება იყო სწორედაც რომ დასავლური, კვლავ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი აგენტი რუსეთისა იყო ჩაბუდებული, ჩამჯდარი ამ ხელისუფლებაში, სხვებიც შემიძლია ცხადია გავიხსენო ცნობილი გვარ სახელები, პოლიტიკოსები. ვერ მოერია მეთქი მიშა, ხო, ალბათ ვერ მოერია. ამავე დროს დასავლელებიც თავის შეცდომებს უშვებდნენ და მივედით იქამდე, სანამდეც მივედით. 2012 წლიდან რუსეთმა ჩაატარა ჩვენთან 2012 წელს სპეცოპერაცია, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. და ბიზინა ივანიშვილი ერთი ხანობა თუ გახსოვთ, აი ესე დავარქვათ, ალასანია უსუფაშვილ მარგველაშვილ ხიდაშელის ბერძენიშვილების პერიოდში 15 წლამდე, სულ მაქსიმუმ 16-მდე. ის ადეკვატური იყო კანონი 1, კანონი 2. ანტიდისკრიმინაციული კანონი, ევროპასთან შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, ნატოს უელსის სამიტი, უკვე შემდგომ ნატოს ვარშავის სამიტი, შავ ზღვის უსაფრთხოების თემა, რა არ ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და ყველაზე უფრო სერიოზული მოწინააღმდეგეები ბიზნესიც კი ოდნავ მინავლებულნი იყვნენ, იმიტომ რომ სხვები აჩუმებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ნახე უელსში რა მოხდა. ნახე ჩვენ როგორ დავწინაურდით ნატოსთან ურთიერთობის საკითხებში, ნახე შეხედე, დააკვირდი, შეაფასე, აღიარე. შესაბამისად, აი ეს თავგადაკლული მიშისტები, რომლებიც ჯერ კიდევ 2011-12 წლებიდან ამბობდნენ, რომ ბიზინა რუსეთის აგენტია, ისინი
ოდნავ ხმადაბალნი იყვნენ მიზესთა და მიზესთა გამო. ყოველ შემთხვევაში მათი არგუმენტები იყო შემცირებული, შეფაკლული, ასე უნდა თქვა. მაგრამ გამოხდა ხანი, განსაკუთრებით 2016 წლიდან მე კი აკითხარით და ბიძინა ივანიშვილმა ნელ-ნელა ეს საკუთარი ნიღაბი ნელ-ნელა კვლავ ვიმეორებ ჩამოიხსნა და აღმოჩნდა უკვე შემდგომ პერიოდში განსაკუთრებით 16, 17, 18, 20-ში განსაკუთრებით 22-ში, 22-დან რომ ნიღაბ ჩამოხსნილ ბიძინა ივანიშვილს თურმე ჩვენი შეკრება უნდა რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში. ახლა ბევრი იტყვის რომ იცით რა იძულებული იყო თუ არისო, მაგრამ ასე გულუბრყვილოდ ცხადი ეს არ უნდა შევაფასოთ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა და რუსეთმა ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს გვათოხლა. ასეთი რუსული გამოთქმა აბმანული დურაკა, на 4 კულაკა. ქართულად ალბათ ვერ ვთარგმნი, ალბათ დურაკი, სულელი მოატყუეს 4 მუშტზეო ესე პირდაპირი. მოკლედ, რაღაცა კომბინაცია დაალაგა. ტრიუკიო, თვითონ უყვარს. უთქვამს, ტრუკი თუ ტრიუკი ჩავატარეო და აგე ეს ტრიუკიც იყო. გამოიყენა რა ალასანია, გამოიყენა რა მარგველაშვილი, გამოიყენა რა უსუფაშვილი ხიდაშელია და აეყრდო რა მათ. პარალელურად დააბალანსა რა პრორუსებით, როგორც შეფუთა ეს კოალიციით, მერე ეს დასავლელები მოიცილა, სხვადასხვა წლებში და მაქსიმუმ 2016 წელს განთავისუფლდა და გადაერთო თავიდან ბოლომდე რუსულ ხაზზე. 22 წლიდან ეს თვალსაჩინოება ამ თვალსაჩინოებას ჩვენ ვადენებთ თვალყურს. კიდევ ჩვენ ვადენებთ თვალყურს ამ თვალსაჩინოებას 2024 წლის 26 ოქტომბრიდან და 2024 წლის 29 ნოემბრიდან, როდესაც ბიძინამ და არაკობახიძემ, ბიძინდამ და არაკობახიძე პაპუაშვილი მდინარეზის ტრიომ, ბიძინამ და არაკობახიძე პაპუაშვილი მდინარეზის ტრიომ და პლუს კალაძე მღარიბაშვილმა, სულუკიანმა და სხვებმა ბიძინამ კობახიძის პირით გვაბრძნო რომ ჩვენ ევროგზას უარ ვყოფთ. ჩვენ უარს ვამბობთ ევროპაზე 2028 წლამდე ვინმე იტყვის, მაგრამ 28 წელს და ეს ახსნილი აქვს ყლებრივ ყველას, ვისაც რამე გაეკება ინჩი ან ბინჩი ამ ამბავში. ვინმე იტყვის კი 28 წლამდე, მაგრამ 28 წელს იმდენად დაგვიანებული იქნება ევროინტეგრაციასთან მიბრუნება, რომ ეს დაიხევა ჩვენი ევროინტეგრაციის თაობაზე თუ შესახებ ფურცელი და პერსპექტივა ხო ისედაც დახეული თუ გადახეული თუ გადმოხეულია უკვე. მაგრამ ეს არ არის მთავარი, ისი თქმაც მინდა დღევანდელ ამ ვიდეო ბლოგში. მე მინდა კვლავ დაუბრუნდე იმ სიტყვას და კვლავ ვახსენო, გასიგრძეგანება ჩვენ უნდა გავისიგრძეგანოთ რა პროცესში, მსოფლიო პროცესში ვართ ახლა. 24 წლის ნოემბერში არჩევნებში, ნოემბრის დასაწყისში გამარჯვების და ვირე ოციანურამდე არჩეულ პრეზიდენტად სახელდების პერიოდში, ანუ ნოემბერი, დეკემბერი, იანვრის 20-მდე. და 20 იანვრიდან უკვე 4 წლით მოსული პრეზიდენტი ტრამპი მთლიანად ცვლის მსოფლიოს ყველა სისტემას, პოლიტ სისტემას, გეოპოლიტ სისტემას. მისი ხშირი შეპირისპირებები ევროპასთან, ცალკეულ სახელმწიფოებთან უშუალოდ ევროპაში, დემოკრატებთან უშუალოდ შეერთებულ შტატებში, წინა ადმინისტრაციაზე ესოდენ ხშირი გადაფიჩინება ბაიდენის აკენწულა და არ ჩამოკენწულა. სავაჭრო ორგანიზაციიდან, ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, ასე შემდეგ იქიდან გამოსვლა ან გამოსვლის თაობაზე განცხადებები. ჩხუბი კანადასთან და მექსიკასთან. განცხადება იმის თაობაზე, რომ გრენლანდიას აიღებს და იპყრობს, იმიტომ რომ სჭირდება, ოღონდ მართლა სჭირდება. შეპირისპირება ირანთან, რაც სწორია და კარგია, იმიტომ რომ ბირთვული პროგრამა უნდა გაჩერდეს. უკრაინის კონფლიქტზეც ვიტყვი ორ სიტყვას, უკრაინაში არსებულ კონფლიქტზეც ვიტყვი, მისი სრულიად ამბივალენტური განცხადებები, რუბიო ამბობს ერთს, ვიტკოფი ამბობს მეორეს, ტრამპი ამბობს მესამეს. ის რაც მოუწყეს პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც შესაძლოა მცდარიც არის ბევრ საკითხში, ვაღიაროთ აქვე, თუმცა ის გმირი ლიდერია, ამას ვიტყვი სულ. და რაც მთავარია, ეს ტარიფების ომი, დაუსრულებელი ომი, ამჯერად რასაკვირველია, პირველი ჯგუფ მთავარი სამიზნე არის ჩინეთი. მსოფლიოს აბყოფებს ქაოსში, არ იარსებებს ამ სახით ევროკავშირი, არ იარსებებს
ამ სახით ნატო სუსტად მაშინ, როდესაც კვანძის გახსნა დაიწყება, ოღონდ ღმერთმა უწყის. ღმერთმა და ტრამპმა უწყია, და ტრამპმაც არ უწყის, როდის გაიხსნება კვანძი. ამასობაში უკრაინა იბრძვის. და ახალი მსოფლიო წესრიგი, ახალი ევროპა თურქეთთან თუ თურქეთის გარეშე, მაგრამ უკრაინასთან ერთად, თუნდაც ესე ვიტყვი, გადარჩენილ უკრაინასთან ერთად ამ მსოფლიო წესრიგს ხوار გაქრება როგორც სახელმწიფო. ხო? როგორც ქვეყანა. ვერ გაქრება, დარჩენილი ნაწილი მეთქი თუნდაც ესე ვიტყვი, კიევი ვერ აორთქლდება და რუსული ვერ გახდება ვერც ვერასოდეს. ხო და აი ამ ამბავში ვართ ყველანი, აი ამ ქაოსში ვართ, ამ რომტრიალში ვართ და ჩვენ კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ რა არის ჩვენი უშუალოდ საქართველოს, ქართველებისა და საქართველოს ფუნქცია, მისია. როგორია ეს მისია? ვართ ოდენ სატრანსპორტო დერეფანი ამ ტვირთსაც ვერ სწევს ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლება, მაგრამ ოკეი, ვიტყვი ასე, აღმოსავლეთიდან ვიდრე დასავლეთამდე, თუ ვართ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა, რომელიც ამ სოფლიო ახალ წესრიგში თავისას ცდილობს, თავისას ახერხებს საკუთარი თავისთვის საუკეთესოს გამოდნობას, გავიმეორებ ამ სიტყვას, ცდილობს, ლამობს, სინონიმი რომ ვიხმაროთ. ოდენ სატრანსპორტო დერეფანი ვართ, თუ გვაქვს ჩვენი თვითმყოფადობა, არა მხოლოდ კულტურული, არამედ თვითმყოფადობა სახელმწიფოებრივი, არა მხოლოდ კულტურული, ბელკი აქ იგითხარით. სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობა გულისხმობს მათ შორის კულტურულ თვითმყოფადობას, მაგრამ გაცილებით მეტია ვიდრე ოდენ კულტურული, სპორტული, არ ვიცი, სამეცნიერო, ხო, თვითმყოფადობა როგორც ასეთი. როგორი სახელმწიფო ვართ? ბიზინა ივანიშვილი იმასაც ვერ ახერხებს მეთქი, რომ ჩვენ სატრანსპორტო დერეფანი ვიყოთ ოდენ. მაგრამ ყველაფერთან ერთად შენს თვითმყოფადობას ანგრევს. სახელმწიფოებრივ თვითმყოფადობას გულისხმობს, ხადია. შენ უნდა იყო ტერიტორია, არა მხოლოდ რუსეთის წარმოდგენით, რუსეთი გავიგეთ რომ ტერია და იქ-ხო და იქნება, ვიდრე ასეთია და ასეთი იქნება, როგორც ჩანს, არამედ ბიზინა რუსის და როცა ბიზინა რუსს უწოდებთ მას. იმიტომ კი არა რომ ისი შელახვა შეურაცხყოფა გსურს, წადია. არა, არამედ იმიტომ რომ ის ქართულგვარიანი რუსია, იმიტომ რომ რუსულ საქმესაც ჩადის, რუსულ საქმესა აკეთებს. კარგად გიხსნით. როდესაც შენ ქართულგვარიანი კაცი ლახავ ანწუხელიძეს და მერე კი ამბობ რომ არა არ შემილახავ ანწუხელიძის პერსონა გვარსახელი ანწუხელიძის გმირობაო, მაგრამ შენი პოლიციელი აკავებს გოგონას, რომელსაც უჭირავს პლაკატი ანწუხელიძე უკოდავია, გამოდის რომ შენ შელახე. მამუკა მდინარაძეს კი არ მიუმართა, უბრალოდ ხსნი იმ მაყურებლისათვის, რომელსაც გონია რომ ეს კონკრეტული პოლიციელი არავით არ კავშირში არ არის კობახიძესთან თუ მდინარაძესთან თუ გომელაურთან თუ სხვებთან. დიახ, პირდაპირი კავშირი ნათესაური თუ არა ნათესაური მათ შორის არ არის ბრძანებაც მდინარაძეს ამ პოლიციელისთვის არ მიუცია ამ გოგონას დაკავების თაობაზე, მაგრამ სულისკვეთება ამ პოლიციელისა არის ამგვარი, რომ ამოს მამუკა მდინარაძეს კონკრეტულს თუ კოლექტივს სწორედ ამიტომ იჭერს ასე აკავებს ასე გოგონას პლაკატით ხელში ანწუხელიძე უკვდავია. როდესაც შენ მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე, პაპუაშვილი და სხვები ამბობენ რომ Deep State-სა და რუსულ კგბ-ს შორის ტოლობის ნიშანიაო, ჯერ ერთი Deep State-ზე ოდნავ მეტი უნდა გვიამბო ჩვენ გავაცნობიერებელ ადამიანებს, მოქალაქეებს შენივე ქვეყნისა, მაგრამ თუ მაინც და მაინც უნდა მეგეთყვით, რას ვერ ამბობენ ესენი. Deep State-ი როგორც ასეთი არ არსებობს. ეს არის ჩრდილოვანი მართვა სოფლიოსი, მაგრამ Deep State-ს როგორც ასეც თუ ეს მაინც და მაინც არსებობს, არა აქვს გავლენა მერცზე, შოლცზე, მაკრონზე, სხვებზე. Deep State-ის ლიდერად მათ ოდესღაც მოიხსენიეს ბაიდენის კი და ბაიდენი ჩრდილოვანი მმართველი როგორ არის, როცა ის ოფიციალური პრეზიდენტი იყო, ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია მათ მოიხსენიეს გლობალური ომის პარტიად. ხო და წარმოდგენები ტრამპისა Deep State-ის თაობაზე და წარმოდგენები მდინარაძისა Deep State-ის თაობაზე დიამეტრალურად განსხვავებულია.
ეხლა მე მიუბრუნდები ისევ თემას, რა გვაქვს სიგრძეგანებელი? რა უნდა გავისიგრძეგანოთ? რა და თუ რუსეთი გაიმარჯვებს ოდნავ მაინც, ნაწილობრივ მაინც, ის აუცილებლად დაიწყებს მათ შორის შენი ნამდვილი კულტურული იდენტობის შელახვას, დაპყრობას, განდევნას შენი კულტურის ან შენი სოციუმიდან, შენი კულტურის სფეროდან, შენი საზოგადოებიდან, ქვეყნიდან, საზოგადოებიდან. ეს ეხება არა მხოლოდ ისტორიულ ძეგლებს, კელათს, სვეტიცხოველს, არ ვიცი, სხვა მართლმადიდებლურ ტაძრებს, მნიშვნელოვან ტაძრებს, ბაგრატს, ასე მაგალითად. ხო? არამედ ეხება შენს კულტურასაც, როგორც ასეც, შენს ყოფით კულტურასაც კი შენ რუსულ თარგზე უნდა იყო მოჭრილი. ასევე ეხება ისტორიას, შენი სახელმძღვანელოებიდან ამოღებული იქნება ყველა, უკლებლივ ყველა გამონაკლისის გარეშე, ვისაც ოდნავ მაინც უთქვავს ერთი სიტყვა მაინც საცდენია რუსეთის საწინააღმდეგო. მაგალითად, ბოლო ხანებია დემონსტრანტები, ახალგაზრდა გოგო ბიჭები გამოდიან და ხვირიან, შესძახებენ ხოლმე და მეხსენი ჩრდილოელო, რა მაქვს შენთან საზიარო. ვისი სიტყვებია? აკაკი წერეთელია ამ სიტყვების ავტორი. ამასაც კი ამას არ ვიცი ასწავლიან თუ არა მერვე მე-9 კლასში, მაგრამ თუ ასწავლიან ეს ამოღებული იქნება სახელმძღვანელოებიდან. ილია პრაქტიკულად განადგურებული იქნება, მაგალითად გზავრის წერილებს არავინ გასწავლით, ხოლო ისტორიიდან არ გასწავლის არავინ, არ გასწავლიან თქვენ შვილებს არც ერთ იმ ამბავს, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ვიდრე 2025 წლამდე მიმდინარეობს ჩვენსა და რუსეთს შორის ამბები, რომლებმაც შექმნა, რომლებმაც გამოძერწა თანამედროვე დღევანდელი საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მარცხებიც რასაკვირველია, ვიწვნიეთ რუსეთთან ბრძოლაში, ბრძოლებში. ვიწვნიეთ როგორ არა, 21 წელსაც დავმარცხდით და 93 წლის 27 სექტემბერს როცა გამოგვაგდეს აფხაზეთიდან. მაგრამ ჩვენ სახელმწიფოებრივი ორგანიზმი შევინარჩუნეთ, როცა სახელმწიფოებრივ მეხსიერებაზე ვამბობ, გასიგრძეგანებაზე აგრეთვე. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ რუსეთი ახლა ისე რბილად და თბილად კი აღარ შემოვა 1801 წელს, 1921 წელს როგორც შემოვიდა, თუმცა არც ერთხელ შემოსულა რბილად და არც მეორედ, მაგრამ აქ რაღაც კულტურულ ავტონომიას კი არ მოგცემს ოპერისა და ბალეტის თეატრებს კი არ აგიშენებს, ენგურხესებს კი არ გაგიმართავს, არამედ მეტროებს, ხო? არამედ ის თლიანად აქცევს საქართველოს ტერიტორიას ზუსტად ისე, ტერიტორიად და მხოლოდ ზუსტად ისე, როგორც სურს მას ტერიტორიად გარდაქმნა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის იდენტობის როგორც ასეთის წაშლა თუ არა და მოусმინეთ რუს ბლოგერებს და არა მხოლოდ ბლოგერებს, არამედ გამოპინტრიშებულ, გამოპახმელიებულ მაგალითად მედვედევს, რომელიც ზუსტად ისევე ამბობს, ახმიანებს პუტინის მესიჯებს, როგორც ახმიანებენ დინარაძე თუ სხვები ბიძინა ივანიშვილის მესიჯ გზავნილებს. ეს აგვაქვს გასასიგრძეგანებელი, ამიტომ ჩამალვა და სამზარეულოებში შეყუჟვა, აქაოდა მეს ყველაფერი არ შემეხებაო, არ შეგეხება შენ კონკრეტულ მოქალაქე, ვინც ახლა მისმენ და არ მეთანხმები და შეეხება აუცილებლად შენს მეზობელს, კარისას, რომელიც ფეხებზე კიდია, მაგრამ შეეხება და ოკეი, გეკიდოს, მაგრამ შეეხება შენს ნათესავს, რომელიც ასევე ფეხებზე კიდია, მაგრამ სახლში რომ მოგიკაკუნებს. ეს ამგვარობა, ამგვარი რუსეთობა, ხო? და შენ შვილს რომ შეეხება, უკვე წუხვარ და ფეხზე ვერ დაიკიდებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ სწორედაც რომ შენ შვილს შეეხება საომავლო რეპრესიები, არსებული რეპრესიები და სამომავლო რეპრესიები მოაღწევს შენამდე. ამიტომ ასე სალონური შეკრებები და ამღერით მე ვერ მიმღერებ ცხადია თბილისო, ბზის და ვარდების ქალაქო, ამის ესე ხელმოღერებით შეძახება თუ წამღერება მსჯელობანი ხელოვნების ნიმუშებზე, თვალცრემლიანობა და ასე შემდეგ, ეს შენი იდენტობა, ეს შენი ქვეყანა არ არის, შენი იდენტობაც არ არის.
არაფერი არ არის. მე წავალ და მოვილოცებ რომელიმე ტაძარში, იქ ბასხობარ დამიშლიან, ვინც ის ჯერ ერთი დაგიშლიან კიდეც. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს შენსავე თანა მოქალაქე თანა მემამულეს დაუშლიან, თუ შენ არა. და შენივე ახლობელი იქნება ამასობაში საპატიმროში, რაც წესით გულს უნდა გიხეთქდეს. ამიტომ ეს არის გასასიგრძეგანებელი და ამ ყველაფერს როცა უკრაინაში თუ მოათავებს, თუ მის სასარგებლოდ დასრულდება ოდნავ მაინც პროცესები, თუ უკრაინელების მნიშვნელოვან ნაწილს განდევნის უკრაინიდან, მეორეს დააჩმორებს, მესამეს დაიმორჩილებს, მეოთხეს დაატყვევებს, მეხუთეს მოკლავს და ბაბუშკა ძედუშკების ბაბულების ქვეყნად გარდაქმნის უკრაინას არა რეზისტენტული გახდება უკრაინა და რეზისტენტობას მოსპობს უკრაინაში, მე უკვე აუცილებლად გადავა ჯერ ისევ უკრაინაზე გარკვეული პერიოდის შემდეგ, სხვადასხვა ნებისმიერი მმართველი პუტინი იქნება თუ მისი მემკვიდრე მოლდოვაზე, ბალტიის სახელმწიფოებზე, პოლონეთზე, ხოლო საქართველოს ამასობაში ისე შემოეჭმება. მით უფრო, როდესაც შენ რეზისტენტული არ ხარ, როცა შენ წინააღმდეგობას არ უწევ. და ბიზინა ივანიშვილიაც მთავარია კლავს აქ, რასაც კლავს, არის ჩვენი წინააღმდეგობა, ჩვენი ისტორია არის წინააღმდეგობის, არა მშევიდობის, არა თავჩაქინდვის, არა შეგუების, არამედ წინააღმდეგობის მოძრაობა ყველა ეპოქაში ერთი კაციც კი როცა უწევს წინააღმდეგობას, არა თუ 2, 7, 17, 417, 8377, ხო? არამედ ერთი კაციც როცა უწევს წინააღმდეგობას, ამ კაცს შეუძლია ამ ერთს კინკილას მთები გადააგოროს. ასე გადააგორა, სხვებზე არ ვიტყვი. წინააღმდეგობით გადააგორა მერაბ კოსტავამ მთები და ის მოკლეს 99 წლის, სწორედ იმიტომ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი იყო 99 წლის 13 ოქტომბერს. ვინმემ სუგონია რომ არ მოკლეს. ეს ვინმე ცხადია ცდება. აი ამის გასიგრძეგანება აუცილებელი. ახლა მე კი გამიგრძელდა ლამის 30 წუთია ლაპარაკობ ამ თემაზე. ჩვენ მე არ გთხოვთ ერთიანობას, ერთნაირობას. არა, ერთიანობას გთხოვთ და ერთნაირობას კი არა. ჩვენ უნდა როგორღაც ვინც ამას ვისიგრძეგანებთ, როგორღაც უნდა ჩავჭიდოთ ხელი ერთმანეთს. თეფს გადავაგორებთ. ბიზინა ივანიშვილი ბოდიში და ვინ მიგდია და რუსეთიც ვინ მიგდია. თუ ჩვენ გვექნება, ოღონდ უნდა ვიცოდეთ ერთიანობა. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ უნდა როგორღაც მოვახერხოთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე. თავჩაქინდვის ფუფუნების უფლება არ გვაქვს. თავჩაქინდვის ფუფუნებაც ალბათ სწორი სიტყვა არ არის. თავჩაქინდვის უფლება არ გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი, პირდაპირ მნიშვნელობის სიკვდილი შემოვა ყველაზე უფრო თავჩაქინდრულთა ოჯახებშიც კი, არა თუ მათ ოჯახებში, ვინც წინააღმდეგობას სწევს, არამედ ყველაზე უფრო და ჩაჩანაკებულთა ოჯახებსაც კი მიუკაკუნებს სიკვდილი, რომელიც ერთი კონკრეტული ტროიკის, რომელიმე ერთი ცალკეული პირის მიერ შესრულებული აქტი კი არ იქნება, არამედ იქნება სისტემის ბრალი. და ამ სისტემის სათავეში არის პუტინი, მისი ქვემდებარე ბიზინა და დანარჩენ ჭიაღუებს, აქაურებს, რასაკვირველი არ დავასახელებ. თავი ასწიეთ. ყველაფერი კარგად იქნება, ან უნდა იყოს, ამის თვითრწმენა უნდა გქონდეს ჩვენ მას შემდეგ, რაც გავისიგრძეგანებთ რეალურად რა საშიშროების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა.